საღამოშვიდობისა პირდაპირ ეთერშია საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა სტუდიაში ლაშა უდიშელიძე მუშაობს. დედაქალაქში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამხედრო ტექნიკისა და სხვადასხვა დარგის ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, სპორტული შეჯიბრებები, კონცერტები და მხატვრული დადგმები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთაველის გამზირსა და ხელისუფლების მოედანზე აქტიურად მიმდინარეობს. ღონისძიებებში მთავრობის წევრებიც არიან ჩართულნი, თითოეულ უწყებას საკუთარი სტენდი აქვს წარმოდგენილი. დაინტერესებული მოქალაქეების კითხვებს კი რიგ შემთხვევებში თავად მინისტრები პასუხობენ. როგორც მთავრობის წევრები ამბობენ, ორგანიზატორების ჩანაფიქრმა გაამართლა და ღონისძიებამ სახალხო დღესასწაულის სახე მიიღო. დამოუკიდებლობის დღეს თბილისთან ერთად 11 თვითმმართველ ქალაქში, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, ამბროლაურში, მცხეთაში, თელავში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავსა და ბათუმში აღნიშნავენ. მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. ეს არის ძალიან ძვირფასი მონაპოვარი და ძალიან გაფრთხილება ჭირდება ამ ყველაფერს და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდეს, გავაერთიანოთ ის ჩვენი ტკივილი რაც არის და ამ ყველაფერში უნდა მიიღოს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქემ მონაწილეობა. დღევანდელ დღეს ყველა სამინისტროს აქვს წარმოდგენილი თავისი, ასე ვთქვათ, მოკრძალებული კუთხე, სადაც საზოგადოებას აცნობს მიმდინარე და დაგეგმილ გეგმებს და აქტივობებს. გამონაკლისი არ ჩვენ ვართ და ჩვენი აქტივობები წარმოდგენილი გვაქვს აი ამ არეში. ეს არის ის დღესასწაული, რომელიც ყოველ ქართველს ახალ წელთან, ქრისტესშობასთან, აღდგომასთან ერთად თან ზდევს მთელი თავისი ცხოვრება. ბედნიერი დღე არის და ჩვენ კიდევ უფრო ბედნიერი უნდა გავხადოთ. რუსთავში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დილიდან დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ. როგორ აღინიშნა ქალაქში 26 მაისი, ნახეთ თამთა ცირამუას სიუჟეტში. 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებები ყოველწლიურად ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქში იმართება. არც ლევანდელი წელი აღმოჩნდა გამონაკლისი. 26 მაისის აღნიშვნა შეუერთდა რუსთავიც. ქალაქმა საზეიმო ღონისძიებებს ცენტრალურ მოედანზე უმასპინძლა. სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის მზადება ქალაქში დილიდან აქტიურად მიმდინარეობდა. Დამიულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, უსურო ერთიანობა, ძლიერება და მშვიდობა. დღევანდელი ღონისძიებების დაგეგმილია კონცერტი, კულტურის სამინისტრო და ჩვენს ერთად თავდასხმის ტექნიკა ჩამოიყვანა ქალაქ რუსთავში და გამოფენილი არის და სულ შეუძლია დაათვალიეროს. კონცერტი გასტან 9 საათამდე. საღამოს დაგეგმილია ფეიერვერკი, ხოლო შემდეგ კონცერტს გააგრძელებს ელექტრონული მუსიკა. დილიდან დაიწყო აქ ძალიან კარგი და ძალიან მნიშვნელოვანი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით ჩვენს პატრიოტულ თემაზე, ჩვენს საამაყო სამშობლოსთვის მიძღვნილი ფესტივალ იარის გამარჯვებულთა დაჯილდოება, ბავშვების კონცერტი, იგეგმება ნიჭიერი ადამიანების ახალგაზრდების კონცერტი. ანუ დღეს მთელი დღე ძალიან კარგი ღონისძიებებია. ამ დღის მნიშვნელობა ყველა მიცის და კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი იმ ადამიანებს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის დადგომაში. ეს დღე ეკუთვნით როგორც ჩვენ თანამედროვეთ, ისე ჩვენს წინაპრებს. დღევანდელ დღეს ხედავთ, რომ რუსთავში ძალიან ხალხმრავლობაა, დიდი ხალისია, შედგა სახალხო დღესასწაული, ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ. სპორტული, კულტურული და მუსიკალური ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისულ რუსთაველებს მათთვის სასურველი უამრავი გასართობის ნახვა შეეძლოთ. დღის 12 საათზე რუსთაველებს დამოუკიდებლობის დღე ანსამბლებმა მერუსცველმა და ფიროსმანმა მრავალჟამიერით მიულოცეს. შედგა ფესტივალ იარის გამარჯვებულთა დაჯილდოებაც. მთელი დღის განმავლობაში მერის წინ ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა მიმდინარეობდა, რომელსაც მუსიკალურად კამერული ორკესტრი აფორმებდა. რუსთაველების განსაკუთრებული მოწონება დღეს კოსტავას გამზირზე გამოფენილმა სამხედრო ტექნიკამ დაიმსახურა. მძიმე ტექნიკის დათვალიერება მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლო. დღის ბოლოს კი რუსთაველების ესტრადის მომღერლების მონაწილეობით გრანდიოზულ შოუ კონცერტს დაესწრნენ. ულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ერთადერთი სურვილია ჩემი და ერთ-ერთი ნატურა, რომ ძალიან მალე ნახოთ ჩვენი ქვეყანა გაერთიანებული და გამთლიანებული. ნაციონალური მეობრა, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ჩვენი ადამიანური ღირსებები აღვიდგინეთ და ეს არის თითოეული ქართველისთვის
ამდვილად დღესასწაული მიულოცო საქართველოს. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნისთვის. იმიტომ რომ თავისუფლების დღეა და ძალიან მიხარია რომ აღნიშნა მოხდა ჩვენ ქალაქში. დღეს მოსული ვარ ჩემ შვილებთან ერთად, მინდა რომ კარგად გაიგონ ამ დღის მნიშვნელობა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიწვნილი ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიწვნილ ღონისძიებებს მთელი დღის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზეიმო კონცერტის გახსნის შემდეგ ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი მღებრიშვილმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა ქვემო ქართლის რეგიონული ფესტივალის არის გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს და სამახსოვრო საჩუქრები და პრიზები გადასცეს. მოგვიანებით კი საზეიმო ღონისძიებებს ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატი დავით ჯიქია რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად შეუერთდა. მერობის კანდიდატი დავით ჯიქია ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიორგი მღებრიშვილთან და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან ზვიად ძიძიგურთან ერთად მთელი დღის განმავლობაში ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ აქტივობებს ადევნებდა თვალს. მოგვიანებით კი მათ კოსტავას გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც სამხედრო და მძიმე ტექნიკის გამოფენა დაათვალიერეს. მინდა მიულოცო ყველა რუსთაველს, ქვემო ქართლის ყველა მოქალაქეს დღევანდელი დღე. ფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი, რაც არის მოპოვებული და რის შენარჩუნებასაც ჭირდება თითოეული ჩვენგანის მხრიდან მაქსიმუმის გაკეთება. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ღიმილიანი, ხალისიანი განწყობა უფრო და უფრო მეტად მოიმატებს ყოველი 26 მაისის დადგომასთან ერთად. დღევანდელი დღე აღინიშნება არა მარტო ქართველების მიერ, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქის მიერ განურჩევლად ერისა, სარწმუნოებისა, განურჩევლად ხაზგასმით მინდა აღვნიშნო პარტიული სიმპათიებისა და კუთვნილებისა. მე მინდა რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული, ეს გარკვეულწილად დღევანდელ დღეს ჩვენი ხელისუფლების ხელშია ის სადავეები, რომლებიც რითიც უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და მე ღმერთს შევთხოვ რომ მოგცეს ჩვენი მისძალა რომ ავასრულოთ თქვენი ოცნებები. მე მინდა დღევანდელი დღე საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცო ჩვენ ქალაქელებს მთელ საქართველოს. ეს არის ყველაზე კარგი დღე, ყველაზე წითელი ისეთი დღე, რომელიც გამოხატავს ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, სიდიადეს. ეს არის არაჩვეულებრივი დღე, ხედავთ. საკმაოდ კარგი განწყობა, კიდევ ერთხელ მიულოცავთ საქართველოს დღევანდელ დღეს პარავდის მხარე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მერობის კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა რუსთაველებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ჩიქოვანმა ქვეყნის გაძლიერება და გამთლიანება საქართველოს ყველა მოქალაქეს უსურვა. მინდა რუსთაველებს სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცო. 26 მაისი არის სიმბოლო ქართველების, საქართველოში მაცხოვრებლების ერთიანობის. ეს დღე, ეს მონაპოვარი სწორედ ამით მოხერხდა ჩვენი ერთიანობით. აუცილებელია რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა მოვიშოროთ განსაკუთრებით რა თქმა უნდა ხელისუფლებას მიმართავ და სახელმწიფო ორგანოებს, პარტიას, მათ სახელმწიფო პარტიას, რომ უნდა მოვიშოროთ სიძულვილის ენა, ბოღმით საუბარი. რუსთავი ჩვენი ოჯახი არის, ერთი ოჯახის წევრები ვართ. მე ყველას პატივს ვცემ, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა. დღევანდელი დღე დატვირთული იყო სპორტული ღონისძიებების კუთხითაც რუსთავის ცენტრალურ მოედანზე შეჯიბრებები სპორტის რამდენიმე სახეობაში შედგა. გამარჯვებული მინიფეხბურთში გამართულ ტურნირზეც გაირკვა, რომელიც სკოლებს შორის გაიმართა. 26 მაისს ქალაქის ცენტრალურმა მოედანმა ტრადიციულ სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლა. ჭადრაკში გამართულ შეჯიბრზე რუსთაველები საკმაოდ აქტიურად ჩაერთნენ. ტურნირზე საკუთარი ძალები რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმაც მოსინჯა. ჩემპიონატის გამარჯვებულები სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ. ჩარჩანცინაც მივიღეთ მონაწილეობა და აწი მე მგონი სანამ ფედერაცია იარსებდა რუსთავის საზრდოო სკოლა იარსებობს ყოველ წელს ამ დიდ ზეიმში ჩვენც მივიღებთ ხოლმე აუცილებლად მონაწილეობას ყველას ულოცავთ გამარჯვებულ დღეს. მონაწილეობას ვიღებთ იმიტომ პირველ რიგში რომ ესაა გენიალური თამაში ვღებულობთ სიამოვნება. ასეთ თამაში მსოფლიოში არ მოგონილა. აქ არა კამართლის მოსვლაზე, აქ არა კარტის მოსვლაზე. ესაა საკუთარ აზროვნებაზე და საკუთარ ნიჭზე და დიდად სასიამოვნო თამაშია.
საჩვენებელი გამოსვლები გამართეს რუსთაველმა მხატვრული ტანვარჯიშისა და აკრობატიკის წარმომადგენლებმა. სპორტსმენებმა სხვადასხვა ნომრები შეასრულეს. დღეს მხატვრული ტანმოვარჯიში გოგონები, ჩვენი ლამაზი გოგონები წარსდგნენ ჩვენი რუსთაველების წინაშე ულამაზესი პროგრამით. ჩვენთან ერთად მონაწილეობას ღებულობენ ქალაქ რუსთავის სასპორტო სკოლების გაერთიანების აკრობატიკის წრის ბავშვები. გამარჯვებული გამოვლინდა მურმან გოგოლაძის საფეხბურთო სკოლაში გამართულ ტურნირზეც, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა. ჩატარდა 26 მაისის დღესთან დაკავშირებით ტურნირი, 4-თა ტურნირი ბავშვთა საფეხბურთო სკოლის აღზრდილებს შორის 2002 წელს დაბადებულებს შორის და ქვემო ქართლის ფეხბურთის ფედერაციისა და სკოლისთან შეთანხმებით მოვაწყეთ ეს ტურნირი. ძალიან კარგი ტურნირია, მიხარია რომ ყოველ წელს ტარდება და მინდა რომ ხშირად ჩატარდეს. სპორტული ღონისძიებები ფეხბურთში სკოლებს შორის გამართული ტურნირით დასრულდა. დღევანდელ დღეს მიეძღვნა რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში გამართული ტურნირი, რომელიც ტაეკვანდოში შედგა. ჩემპიონატში მონაწილეობა 5 ქალაქის 200-მდე სპორტსმენმა მიიღო. გამარჯვებულები 3 ასაკობრივ ჯგუფში გამოვლიდნენ. ჩემპიონ პრიზიორები სამახსოვრო მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ტურნირს დღეს ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მერობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი დაესწრო. მინდა მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღე. მიულოცო ამ ბავშვებს, ამ სპორტსმენებს, ყველა რუსთაველს მინდა მიულოცო, განსაკუთრებული სიტყვებით და სიყვარულით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსთავი ამ ხრივ ერთ-ერთი წარმატებული ქალაქი არის, მართლა მეორედ მასპინძლობს ამ ტურნირს, ამ ჩემპიონატს და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სახეობისათვის და არა მარტო ამ სახეობისათვის, სხვა სპორტული სახეობებისათვის ხელშეწყობა ჩვენი ქალაქიდან. ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი გაკეთდება, რომ რუსთავის სკოლას ჰქონდეს ყველანაირი საჭირო პირობა შექმნილი. დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს რუსთავის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომლებმა, ომის ვეტერანთა სოლიდარობის კავშირის წევრებმა და რუსთავის ჭოხოსანთა საზოგადოებამ. მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს დიდების ხეივანში პატივი მიაგეს. მემორიალთან მამა გიორგიმ გარდაცვლილთა სულებისთვის პარაკლისი გადაიხადა. დღესვე რუსთავის ჭოხოსანთა საზოგადოებამ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტით დაეხმარა. დღევანდელი დღე გადაწყვეტეთ ჩვენ და რუსთავში მყოფმა ვეტერანებმა ჩაგვეტარებია ერთად შევხვედრით, რადგან ჩვენი სამსახური ასეთ ვიზი მაინც ასოცირდება სამხედროსთან და ახალგაზრდების სამხედროში წასვლასთან. ჩვენ შემოგვიერთდნენ ასევე ჭოხოსნები და ჩვენ ერთობლივად ჩავატარეთ და პატივი მივაგეთ იმ ხალხს. ასევე ეს არა მარტო მათი პატივის მიგება იყო, არამედ 26 მაისი არის დამოუკიდებლობის დღე და ეს დღესასწაულია თავისთავად. დღევანდელი თარიღით აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ჭოხოსანთა საზოგადოება ამ მომენტით მემორიალთან ჩვენ არ შეგვიძლია ეს თარიღი არ დავაფიქსიროთ, არ გამოხატოთ იმ წარსულისადმი პატივისცემა იმ გმირებისადმი და შესაბამისად დღეს მერაბკოსტავას დაბადების დღეც არის, ჩვენ ვიყავით მემორიალთან, შევამხოთ ყვავილებით და ამით გამოხატეთ ჩვენი ღრმა პატივისცემა იმ ღირებული წარსულისადმი, რაც საქართველოს გააჩნია. გარდაბნის მუნიციპალიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს შეუერთდა. მხატვრული ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში, მოყვარულთა ნარდის ჩემპიონატი. ეს იმ ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. სახალხო დღესასწაულს გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ამბაკო ავალიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ონიანი შეუერთდა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებები ადგილობრივი ანსამბლების კონცერტითა და მოწვეული ესტრადის ვარსკვლავებით დამოუკიდებლობის დღეს სრულიად საქართველოს და გარდაბნის რაიონს აქ მონაწილე ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო დღევანდელ ღონისძიებაში. დავაჯილდოვეთ გამარჯვებულები ჭიდაობაში, ასევე შეჯიბრი იყო ფეხბურთში. საზეიმო ღონისძიება დაასრულა კონცერტმა. დამოუკიდებლობის დღე არის 26 მაისი. სრულიად მთელ საქართველოში იმართება მაგასთან დაკავშირებით ღონისძიებები, რომელსაც გარდაბანიც უერთდება. მიულოცავ სრულიად მთელ საქართველოს მაგ დღით
დიდ დღესასწაულს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენს გარდაბნის რაიონშიც ხდება ესეთი რაღაცა და ღონისძიებები ტარდება, იქნება ბევრი წარმოდგენები, აქ ფალავანი შეჯიბრებაც იქნება, ფინალი იქნება ფეხბურთის და ასევე იქნება კონცერტიც. და რა ვიცი, მთელ საქართველოს სულოცა. დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს თეთრი წყაროშიც საზეიმო ღონისძიებაში მთელი რაიონი ჩაერთო. გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, გაყიდვა და სპორტული შეჯიბრებები. ღონისძიება საზეიმო კონცერტი დასრულდა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები. საზეიმო ღონისძიებებს თეთრი წყაროს გამგებელი მამუკა ჩოქურიც დაესწრო. ბაღებში სწავლა მიმდინარე კვირაშიც არ აღდგება საბავშვო ბაღებში სწავლა 4 დღით კიდევ გადაიდო. შესაბამისი რეკომენდაციით ბაღების გაერთიანებას ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა. შეგახსენებთ, რომ ვირუსული მენინგიტის შემთხვევების გამო ისევე როგორც მთელ საქართველოში რუსთავის სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 21 მაისს შეწყდა. ეს რეკომენდაცია, რომ ეს არდადაგები გავაგრძელოთ 30 მაისის ჩათვლით. ასე რომ ხვალიდან 30 მაისის ჩათვლით ისევ არ იქნება სასწავლო პროცესი და იმედია, რომ 2 ივნისიდან გავაგრძელებთ სასწავლო აღდგენობით პროცესს. საბედნიეროდ რუსთავში სხვა შემთხვევა გარდა იმ ერთის არ დაფიქსირებულა. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ცნობილი მხატვრის გიორგი ჩალაძის სახელოსნომ დამთვალიერებელს უმასპინძლა. გამოფენაზე მხატვრის 200-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ყველა რუსთაველს მთელი დღის განმავლობაში მხატვრის სახელოსნოში მისვლა და მისი ექსპონატების დათვალიერება შეეძლო. დღევანდელი დღე მიზრუნილია ეს გამოფენა საქართველოს განთავისუფლების დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს. და გადავწყვიტეთ ღია კარის დღე ჩამეტარებინა სურვილებისათვის, ვისაც კი აინტერესებს ხელოვნება, სახვითი ხელოვნება განსაკუთრებით, სურვილის სამებს შეეძლო მოსვლა და გასწრომოდნენ ჩემს ნამუშევრებს. პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ მუშაობას. კოალიცია ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატი თოდრიას ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. დავით ჯიქიამ ადგილობრივებს იმ სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები გააცნო, რომლის განხორციელებასაც კოალიცია ქალაქში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. დავით ჯიქიამ მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თენგიზ ტაბატაძე წარუდგინა. კოალიციის წარმომადგენლებთან საუბრისას მოსახლეობამ დასაქმებისა და დასახლებაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ ისაუბრა. ვიმყოფებით თოდრიის პირველ ჩიხში და ხალხის უსმენთ ხალხს რაღაც უხებს და საკითხებია და ძირითადად გამოიკვეთა რომ ეს არის უმუშევრობა. მე როგორც მცირე ბიზნესის წარმომადგენელს ჩემი საკრებულოში შესვლის შედეგად ვპირდები ხალხს რომ აი ამ კუთხით ვიმუშაებ და მათ ამ საკითხებს გადაუვიწყეს. აქ იყო წარმომადგენელი ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის და ამ დროს მერობის კანდიდატიც, რომელსაც გავესაუბრეთ ყველაფერი მოუყევით ჩვენი პრობლემები თუ კი რამე გაგვაჩნია და დაგვირდნენ გამარჯვების შემთხვევაში დაგვირდნენ რომ მომს ყველაფერს მოაგვარებდნენ. მიკრორაიონში არსებულ პრობლემებს პირადად გაეცნო კოალიცია ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატი დავით ჯიქიამ მოსახლეობას წინასაარჩევნო პრიორიტეტების შესახებაც ესაუბრა და გამარჯვების შემთხვევაში მდგომარეობის გაუმჯობესებას დაპირდა. მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს მეათე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ კამკამიძე წარუდგინა. სადარბაზოების კეთილმოწყობა, წყალკანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია, საცხოვრებელ კორპუსებში ბუნკერების გაუქმება იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლის შესახებაც მხარეებმა შეხვედრისას ისაუბრეს. ვისაუბრეთ ზოგადად არსებულ პრობლემებზე, ზოგადად ხედვაზე ხელისუფლების, ახედვა ხელისუფლებას მომავალში გამარჯვების შემდგომ რას გავაკეთებთ. მე აქ არაერთხელ ვარ მოსული და სხვათა შორის დღესაც შევახსენებ პირიქით მე შევახსენე რაღაც ჩემი დაპირებები რაც იყო იდეაში და რაც მე როგორც ვიცი კეთდება აუცილებლად და აუცილებლად შესრულდება. დანარჩენი მოსახლეობა საკმაოდ კეთილი განწყობილი არის. ჩვენი პროექტი წარმოადგენთ იმ 4 წლიანი, რასაც აუცილებლად თვითმმართველობაში მოსვლის შემდეგ აუცილებლად გავაკეთებთ. პრობლემები სამწუხაროდ ძალიან ბევრია.
და რაც უფრო მეტ მოსახლეობას ხვდები, უფრო და უფრო წმუნდები, რომ ეს ყველაფერი სასწრაფოდ არის გასაკეთებელი და ძალისხმევას არ დავიშურებთ. აბსოლუტურად მე როგორც ამ ოლქის მაჟორიტარი ყველა პრობლემას, თითოეული კორპუსის პრობლემას ვიწერ, აბსოლუტურად ყველა პრობლემას დავაყენებ ჩვენ გამარჯვების შემთხვევაში და წამს და მჯერა რომ ეს დღე დადგება 15 ივნისს. პარტია ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის რუსთავის მერობის კანდიდატი სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან მეცხვარიშვილების ოჯახს ესტუმრა. მერობის კანდიდატი მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. კანდიდატის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მისთვის პრიორიტეტული ქალაქში სოციალური ფონის გაუმჯობესება იქნება. ეს არის მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ფონდი ანანას შეუძენია მათთვის ბინა. ეს არის ძალიან დიდი კეთილშობილი საქმე, მაგრამ ახლა სჭირდება ახლა კიდე თანადგომა, რომ გაზარდოს ეს შვილები. როგორც ქალბატონმა აღნიშნა, კი არ ცხოვრობენ, არამედ სულთქავენ. ესეთი მდგომარეობა აქვს ზოგადად საქართველოს დღეს. კი არ ცხოვრობ, ჩვენ სულთქავთ. მე მინდა ამ მრავალშვილიანი ოჯახიდან მიულოცო მთელ საქართველოს დღევანდელი დღე. და უთხრა რომ იმედი და რწმენა ეს ჩვენ ქართველებს ყოველთვის თან დაყვებოდა ხოლმე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთ-ერთი თვალსაჩინო კეთილშობილი ქვეყანა. უწოდებ ყველა დღესდღეობით ხელისუფლებაში მყოფ ხალხს, რომ მიაქციონ ამ ხალხს სათანადო ყურადღება, რადგანაც ესენი არიან ქართველი გმირები, რომლებიც საქართველოს უზდიან მრავალი შვილს და რომლებიც საქართველოს კეთილდღეობაზე ყოველთვის გაწირავენ თავს. ჩვენი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში პირობას ვიძლებით, რომ ეს ხალხი აუცილებლად დაფასდებიან და უზრუნველყოფილი იქნებიან იმ ყველანაირი მატერიალური რაღაც საშუალებებით, რაც მათი ნორმალური ცხოვრებისთვის არის საჭირო. ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატი კობა ძლიერიშვილი თოდრიის მე-7 და მე-9 ბინის მაცხოვრებლებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა მათ წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო და მოსახლეობის პრობლემებიც მოისმინა. ადგილობრივებმა მერობის კანდიდატს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და დასაქმების პრობლემის მოგვარება სთხოვა. მერობის კანდიდატის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში ის საკუთარ გუნდთან ერთად აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს. შეხვედრებს ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის მე-5 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პალიკო ჯიმშელაძე დაესწრო. მათი ინტერესი დღეს იყო უმუშევრობაზე, თუ როგორი პროგრამა გვაქვს ჩვენ შემუშავებული. ჩვენ გავაცანით ეს პროგრამა, ეს არის ძალიან ამ 3 წლის განმავლობაში შეიძლება რომ რაღაც ეტაპამდე მაინც დაიძრას ამ პრობლემის აღმოფხვრა. საუბარი იყო ასევე ესეთ ყოფით პრობლემებზე, რაც ასევე მოგვარებადაც მიგვაჩნია ჩვენი მოსვლის შემთხვევაში. ასე რომ მივპირდები ამ ხალხს და ამ ქალაქს, რომ ნებისმიერ ასეთ პრობლემებს ჩვენ მოვაგვარებთ ამ ქალაქში. ჩვენ მოვაწესრიგებთ ამ ქალაქს. ჩემი მიზანი, შეხვედრების მიზანი არის ისე უბრალოდ გავერკვიო, სად რა პრობლემებია და ყველაფერი აუცილებლად მოვიცოდე, რომ გამარჯვების შემთხვევაში საიდან უნდა დავიწყო და რის გაკეთება უნდა დავიწყო პირველ რიგში. პარტია ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის რუსთავის საარჩევნო შტაბში წუხელსა აგიტაციო პლაკატები ჩამოხიეს. ამის შესახებ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოჩა ცინცაძემ განაცხადა. როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, მსგავსი ფაქტი სამარცხვინოა და ოპონენტებს კანონმდებლობის ფარგლებში მოქცევისაკენ მოუწოდებს. გოჩა ცინცაძის განცხადებით, მას ასევე აქვს ინფორმაცია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ნაციონალური მოძრაობიდან აკრავდნენ თავის საარჩევნო სარეკლამო პლაკატებს, გაგვიკვირეს პირდაპირ შტაბთან, ამაზე პრობლემა არა გვაქვს, ჩვენ კი ბატონო გააკრა, მაგრამ რას ერჩოდნენ, თვითონ ჩვენ პლაკატებს გააკვირეს და ჩამოხიეს ჩვენი პლაკატები. პლუს ამას ცალკე არის გაკრული მათი პლაკატები, არა მარტო მათი სხვა პარტიებისაც, ნახეთ ჩვენ ერთი ორ ადგილას შეგვიძლიათ შემდეგ განახოთ განათების ბოძებზე. ეს დასჯადია, ისიც დასჯადია. აგრეთვე იყო ერთ-ერთ უბანზე, შემდეგ ქალბატონებმა დამლაგებლებმა ჩამოხიეს, რადგან იქ მაღაზიის ინტერიერს ამახინჯებდნენ და ჩამოხიეს, თორემ პირდაპირ საარჩევნო უბნის შესასვლელთან იყო პლაკატი გაკრული, რაც ასევე ძალიან დიდი კანონდარღვევაა. მიმართავ ქალაქის მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად ხალხო გამოდით არჩევნებზე, თუ არ გინდათ ხმის მიცემა არავიზე, გადაუსვით ყველას ხაზი, ოღონდ არ მივცეთ გაყალბების საშუალება.
არასაპარლამენტო ოპოზიცია კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტებს პარტიის სააგიტაციო მასალის განადგურებაში ადანაშაულებს. არასაპარლამენტო ოპოზიციის მერობის კანდიდატის ალექსანდრე ბერიძის განცხადებით, მსგავსი ფაქტი არაერთხელ დაფიქსირდა. ბერიძე აცხადებს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის მხარდამჭერმა გადაიღო ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც კარგად ჩანს, რომ მათი პარტიის სააგიტაციო მასალის ჩამოხევა და განადგურება ხდება. პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა ნაკაშიძე ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი საქმის დაწყებასაც გეგმავს. მე ახლა გიჩვენებთ უშუალოდ ფაქტის ახევის მომენტში, როგორ ახევს მოქალაქე, ანუ აქტივისტი ქართული ოცნების ჩვენს პლაკატებს. ანუ ეს უკვე არის ზეწოლა, ანუ პროვოკაციაზე მოდიან ჩვენი არასაპარლამენტო ოპოზიციაზე. ეს პირველი ფაქტი არ არის, რამოდენიმე დღის წინ ჩვენ ჭონდელის დასახლებაში ვიყავით, იქაც გავაკარით სააგიტაციო მასალა და იქაც ანალოგიურად, იქაც ჩამოხიეს ეს პლაკატები. მე მინდა გავაფრთხილო ქართული ოცნების აქტივისტები, მხარდამჭერები, რომ პლაკატების ჩამოხევით ვერაფერს ვერ მიაღწევენ. საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა არასაპარლამენტო ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე ბერიძემ ლეონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს გააცნო. პროგრამის წარდგენის შემდეგ მერობის კანდიდატმა მოსახლეობისგან პრობლემებიც მოისმინა. მოსახლეობამ მერობის კანდიდატს ქალაქში კულტურული დაწესებულებებისა და ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების შექმნას თხოვეს. დღესვე ალექსანდრე ბერიძემ ლეონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა ნაკაშიძე წარუდგინა. პირველ რიგში რუსთაველოს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე, ეს ლამაზი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და უსურო რომ წარმატებული ქვეყანა გქონდეს, წარმატებული ქალაქი გქონდეს და ჩვენი საარჩევნო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტი ზუსტად ეს არის, რომ ჩვენი ქალაქი კვლავ მიბრძოლელი გავხადოთ ახალგაზრდობისთვის, ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის, ისევ აღოდგინოთ ის ჩვეული რიტმი ქალაქის ცხოვრების, როგორიც გვახსოვს მაგალითად ჩემ ბავშვობაში, როგორიც იყო ეს ქალაქი, სეკეთის ქალაქი, სიყვარულის ქალაქი, კეთილი ადამიანების ქალაქი. აი ამისკენ ვართ ორიენტირებული, გვინდა რომ რუსთავი გავხადოთ ქვემო ქართლის საგანმანათლებლო კულტურული ცენტრი, აუცილებლად რუსთავში იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყოს რუსთავში. ვიცნობ პრობლემებს და ჩვენ უკვე კონკრეტული გზებით მოვდივართ თუ როგორ გამოვუჭრით ამ პრობლემებს. რაც შეეხება უსულოდ ჩემ დაპირებებს, მე ამ უბანში გაბელებული გაზრდილი გახლავართ და მე თითქმის უალტერნატივო კანდიდატი ვარ იმ მხრივ, რომ მე ყველა რესურსი გამაჩნია მოგებისთვის. პარტია საქართველოს გზის რუსთავის მერობის კანდიდატი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა დააჯარიმეს. ეკიპაჟის განმარტებით კობაიძე გზაზე მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად 50 ლარით დაჯარიმდა. მერობის კანდიდატის შეფასებით განვითარებული მოვლენები მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. არ მაძლევენ იმის საშუალებას, რომ ჩემს ოფისთან ჩვენი კუთვნილი მანქანები ყავდეს და რაც თავარია გადაადგილება მოვახერხო მოსახლეობასთან რომ შეხვდე. აი ესეთი პოლიცია აყავს რუსთავს და აი ესეთი პოლიცია ყავს ჩვენ. სამარცხვინი ვარ, აი ესეთები არიან და მე არ ვაპატიებ არც ერთ იმადგას რომელმაც კონკრეტულად იმოქმედა ესე კონკრეტულად პოლიტიკურად შეასრულა ის დაკვეთა რომ ჩვენ უნდა შეშალათ ხელი, თუმცა მე მიმართავ ჩემს ხელისუფლებას რომ ვერანაირად ჩვენ ვერ შეგვაშინებენ და მსგავსი ტიპის ოინები და ხრიკები ვისთანაც გაცვლიან იმასთან გააკეთონ. დღესვე რუსთავის მერობის კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე მე-17 მიკრორაიონის ნომერ მე-14 ბინის მოსახლეობას შეხვდა. პარტია საქართველოს გზის რუსთავის მერობის კანდიდატმა მაცხოვრებლების პრობლემები მოისმინა და მათ პარტიის პრიორიტეტები გააცნო. შეხვდი მე-17-ში მცხოვრებ მოსახლეობას. პრობლემები ძალიან მძიმეა და მე ფაქტიურად წარმოუდგენელია რომ ამ ადამიანებზე არ იზრუნოს ადამიანმა რომელიც ხელისუფლებაში იქნება, მაგრამ დღესდღეობით ისეთი ტენდენციაა რომ არც არავინ არ აპირებს ზრუნვას თუ მართლაც თუ არ გამოგლიჟავთ რუსთავს ისევ ჩვენ ხალხი და თუ არ მოვახერხებთ იმას რომ ჩვენ თვითონ ავიღოს ეს ინიციატივა და ჩვენ ამას გავაკეთებთ. პარტია ჩვენი საქართველოს რუსთავის მერობის კანდიდატი ეროსი კიცმარიშვილი მოსახლეობას შეხვდა. მან რუსთაველებს წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. კანდიდატმა მოსახლეობისგან არსებული პრობლემები მოისმინა და მათ გამარჯვების შემთხვევაში დახმარებას დაპირდა. შეხვედრა პარტიის საარჩევნო შტაბთან გაიმართა. ეს არის ხალხი, რომლებიც
გვერდში დაგვიდგნენ ახლა და თავაზობენ თავიანთ დახმარებას, რომ გახდნენ ჩემსა და დანარჩენ რუსთავს შორის ხიდი. ეს არის ხალხი, ვინც უნდა აიღოს თავის მხრებზე ჩვენი 20 დღიანი კომუნიკაცია და ურთიერთობა რუსთაველებთან. ეს არის ხალხი, რომლებსაც ჯერათ იმის, რასაც მე და ჩემი გუნდი ვთავაზობთ რუსთავს და მზად არიან, რომ ეს იდეები მიიტანონ ხალხთან. მოვისმინეთ დღევანდელი შეხვედრის, გუშინდელი ტელევიზიიდან გადაცემის და დიდი იმედები გაგვიჩნდა. ეს ადამიანი არის რუსთაველი და არ მგონია რუსთაველს გული არ ქონდეს და არ შეხვდეს თავისი მოქალაქეებზე გული. ქრონიკა უცხოეთის სიახლეებით ბრუნდება. უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბიულეტენების 70.35% აქვს დათვლილი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით საპრეზიდენტო მარათონში პეტრე პოროშენკო 53.74%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა იულია ტიმოშენკო, რომელსაც არჩევნებში მონაწილეთა 13.11%-მა დაუჭირა მხარი. რიგ გარეშე საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში გუშინ გაიმართა. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სლავიანსკის მახლობლად სოფელ ანდრეევკაში იტალიელი ჟურნალისტი ანდრეა როჩელი და მისი თარჯიმანი რუსეთის მოქალაქე ანდრეი მირონოვი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ დონეცკის ეგრეთ წოდებული სახალხო რესპუბლიკის თვითაღიარებული ხელისუფლება ავრცელებს, თუმცა ოფიციალურად მისი დადასტურება არ მომხდარა. ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც გასული წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყნის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი პოსტიდან გადააყენეს. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მურსის მთავარ მოწინააღმდეგეს არმიის ყოფილ სარდალ აბდელ ფატა ალ-სისის უწინასწარმეტყველებენ. კანის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საუკეთესო ფილმი თურქული ზამთრის ძილი გახდა. ნური ბილგე ჯეილანის ნამუშევარი ფესტივალის დაწყებამდეც ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა. კანის ფესტივალის გრან-პრი ალისა რორვახარის ფილმმა საოცრებები დაიმსახურა, ხოლო საუკეთესო რეჟისორი ბენეტ მილერი გახდა. ნახოთ როგორი ამინდია ნავარაუდევი ჩვენს რეგიონში. წალკაში დღისით +13 ღამით +9. თეთრი წყარო დღისით +15 ღამით +9. დმანისი დღისით +12 ღამით +6. ბოლნისი დღისით +21 ღამით +13. მარნეული დღისით +21 ღამით +14. თბილისი დღისით +22 ღამით +14. გარდაბანი დღისით +22 ღამით +13. რუსთავში დღისით +22 ღამით +13 გრადუსი. ქრონიკა 9-ის ნახევარზე დასრულებულია. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.